ყველაზე უსამართლოდ ჩვენ მოგვექცნენ ამ 3 წლის განმავლობაში. ჯერ მე როგორ იკადრეს, რომ ჩვენი ელჩიც კი რომელიც ერთადერთი იყო, ჩვენ ყველა ხო კარგად ვიცით ეს, რომელმაც არ დატოვა კიევი იმ დაბომბვის პერიოდში, ყველა ქვეყნის ელჩი წავიდა, ყველა ქვეყნის საელჩო გაიხიზნა იქიდან. და ის კი არა, თვითონ ზელენსკის და მის ადმინისტრაციას თავაზობდნენ, ლვოვში, პოლონეთში თუ არა, ლვოვში მაინც გადასვლას, ხო? ჩვენები იქიდან არ წასულან, ყველანაირად ეხმარებოდნენ. ყველაზე დიდი დახმარება ჩვენ გაუწიეთ, ჰუმანიტარული დახმარება, პროცენტულად და ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე. უკრაინული სკოლები არსად არ გაუხსნიათ არც აღმოსავლეთ ევროპაში, არც ამერიკაში, არც დასავლეთ ევროპაში. ჩვენ უკრაინული სკოლები გავხსენით. უფასო მგზავრობა, სამედიცინო დახმარება, ფინანსური დახმარება, ყველაფერი გავუკეთეთ. რეზოლუციებში თანასპონსორები ვიყავით, ყველა რეზოლუცია რაც მიღებული უკრაინასთან დაკავშირებით ევროპაში თუ გაეროში, ყველაფერში მონაწილეობდით. ჩვენი ელჩი გამოუშვეს კიევიდან. და ბელორუსის ელჩი არ გაუშვეს. წარმოიდგინეთ თქვენ ახლა ასეთ ვითარებაში ჩვენ რო ვიყოთ გაბრაზებულები, აბსოლუტურად ბუნებრივია, კაცო, ჩვენ კი არ გვამუნათებდნენ ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ხელისუფლებას. მადლობას უნდა გვიხდიდნენ იმისთვის, რაც გავაკეთეთ ამ ქვეყნისთვის და აქ ქვეყნის მოსახლეობას დარწმუნებული ვარ, კარგად აქვს გააზრებული იმ შვიდობის ფასი, რაც და ის ფასი, რაც გადაიხადა საქართველოს ხელისუფლებამ ამდენი თავდასხმების მოგერიებით, შინამტრების თუ გარედან თავდასხმების მოგერიებას გულისხმობ. წარმოუდგენელი ზეწოლა იყო, რასაც უძლებდა.